დინამო თბილისისა და ამსტერდამის აიაქსის ლეგენდების მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება. ფეხბურთელებმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართეს და საკუთარ შანსებზე ისაუბრეს. შეხვედრა თბილისური კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მეტოქეთა რიგებში სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს დედაქალაქს პირველად ესტუმრება. ქართულ-ნიდერლანდური დაპირისპირება დინამო არენაზე 19 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხის სპორტი შემოგთავაზებთ. ჩვენთვის ასიამოვნოა ამ ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც შოთა არველაძე თამაშობდა. საწყენია, რომ ის საკლუბო საქმეების გამო ვერ ითამაშებს. თბილისში აქამდეც ნამყოფები ვართ და სასიამოვნო საღამოს მოლოდინში ვართ. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, დიდი ემოციაა, როდესაც დიდი ხნის შემდეგ გუნდი ისევ იგრიბება. დილით ტური გვქონდა და აქაურობით აღფრთოვანებული ვარ. წელს ლივერპულს და რეალს შევხვდით, ვნახოთ ახლა სამქულას ვინ აიღებს. საოცარი ფეხბურთელები იქნებიან დღეს მოედანზე, ცნობილი სახეები, ყველასთვის საყვარელი სათაყვანისმცემელი ფეხბურთელები და ალბათ ეს სანახაობაც სათანადო იქნება.